დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანზე დარტყმა შეთანხმების სწრაფად მიღწევის მიზნით გააუქმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკა სრულ მზადყოფნაში იყო მასშტაბური დარტყმა განეხორციელებინა ირანზე, თუმცა მან სიგნალი მიიღო თავად თეირანისგან და ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებისგან, რომ ითხოვეს მათ დრო შეთანხმების მიღწევის მიზნით. გამოცემა Axios-ი წერს, რომ მთავარი შუამავლები თეირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის იყვნენ, მათ შორის საუდის არაბეთი და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი, ასევე ომანის, კატარის და თურქეთის პირველი ლიდერები, პირველი პირები. ამის შემდეგ ტრამპი ამბობს, რომ მან შეწყვიტა თავდასხმა ირანზე, რადგან გამოიკვეთა კონტურები, რომ შესაძლოა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმება შედგეს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თავდასხმა იგეგმებოდა მასშტაბური თავდასხმა, თუმცა ახლა ირანისგან ის ელოდება შემხოდ ნაბიჯებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა რამდენიმე საათის წინ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები განახლდებოდა დღის მეორე ნახევრიდან, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სატელეფონო საუბარი შედგა, ან არაფორმალური მოლაპარაკებები დაიწყო ტრამპის წარმომადგენლებსა და აიათოლების რეჟიმის მხრიდან არ არსებობს. ჩვენ მზად ვიყავით დასაწყებად და ახლოებით ამ დროს, სწორედ ახლა და ეს იქნებოდა მასშტაბური შეტევა. ჩვენ ყველაფერი მზად გვქონდა დასაწყებად, მაგრამ როდესაც მოკავშირეებმა გთხოვეს, რომ ეს შეგვეჩერებინა, შენ გარკვეულწილად უნდა თქვა, კარგით, ვნახოთ. და მიზეზი, რის გამოც ითხოვეს, ის არის, რომ ფიქრობენ, არის შეთანხმება. არის შეთანხმება ჰორმუზზე და შემდეგ იქნება შეთანხმება ბირთვულ საკითხზე. ან შეგიძლიათ უწოდოთ მას ირანის დებირთვულიზაცია. მე მას ირანის დებირთვულიზაციას ვუწოდებ. ასე რომ ჩვენ ვაჩერებთ ამას, ვნახავთ. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ნებისმიერ დროს, როცა გვინდა. მაგრამ ჩვენ გვთხოვა სამმა ძირითადმა ჯგუფმა და ასევე გვთხოვა ირანმაც ძალიან დაჟინებით სინამდვილეში. მათ თქვეს, რომ სურთ შეთანხმების დადება. ახლა იცით, მე არ ვიცი რას ამბობენ ისინი, რადგან ხშირად ისინი ამას მემეტყვიან, შემდეგ კი გარეთ გადიან და იტყვიან. არ ვიცით რაზე ლაპარაკობს. აშკარაა, რომ მათ არ სურთ თავდასხმის ქვეშ მოხვედრა. დონალდ ტრამპის განცხადების მოლაპარაკებების მთავარი საგანი, ეს არის ორი ძირითადი თემა, ეს არის ჰორმუზის სრუტე და ჰორმუზის სრუტის ირანის მხრიდან სრული გახსნა, რათა ნაოსნობა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და მათ შორის გემებისთვის იყოს სრულად უსაფრთხო და ასევე მეორე ეს არის ირანის ბირთვული შეიარაღების სრულად განადგურება, რომ ირანმა უარი უნდა თქვეს ატომური და ბირთვული იარაღის შექმნაზე. თუმცა დონალდ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ დაახლოებით 1 საათის წინ ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესპიკერმა და ისმაილ ბაღაიმ პრაქტიკულად თქვა, რომ არნაირი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ამჟამად არ არის. ისმაილ ბაღაი ამბობს, რომ ერთადერთი ვისთანაც ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს არის სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანასთან, ომანთან, რათა ჰორმუზის სრუტეში კვლავ განახლდეს უსაფრთხო ნაოსნობა, თუმცა შეიძლება ითქვას დონალდ ტრამპმა ირანის მხრიდან ასეთი განცხადება იწინასწარმეტყველა, რადგან ტრამპი ხშირად არის ხოლმე უკმაყოფილო, როდესაც ერთს ამბობს ირანი დახურულ კარს მიღმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების დროს, მეორეს კი ამბობს მედიასთან საჯაროდ და კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ახლა აიათოლების რეჟიმსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს. which of course have to pass through the strait. برخی از کشورهای منطقه ამჟამად შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, ხოლო ომანთან მოლაპარაკებები ფოკუსირებულია შეთანხმების მიღწევაზე ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გავლის თაობაზე. მიზანია დროებითი მარშრუტის განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს ნაოსნობის უსაფრთხოებას ჰორმუზის სრუტეში. სანამ საზღვაო ალყა და შეერთებული შტატების მოქმედებები გრძელდება, ჰორმუზის სრუტის სიტუაციაში მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. დონალდ ტრამპი სკეპტიკურად არის განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ირანს რეალურად სურს შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამჯერადად შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ კონკრეტული ქვეყნების ჩართულობით მან მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა დროებით თავდასხმა, მასშტაბური თავდასხმა ირანზე და ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდა, რომ საკვანძო ინფრასტრუქტურაზე მათ შორის ელექტროსადგურებზე განეხორციელებინა მასშტაბური საჰაერო თავდასხმა, თუმცა
თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და ახლა დასავლური მედიისგან ველოდებით ინფორმაციას, მათ შორის ინსაიდერულ ინფორმაციას, განახლდება თუ არა რამდენიმე თვის განმავლობაში შეწყვეტილი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და აიათოლების რეჟიმს შორის.